მოგესალმებით. დღეს ჩვენ მაგიდაზეა რევოლუციური სიახლეები სამყაროში. რადიო მასტერ JX12. არა ეს არა, ეს ჩემი ბოქსერია. აი ეს არის. ნუ კაი ეს წუთია, მაგრამ მაინც მეცადე. დადამ. მოდიეთ. თქვენს წინაშეა რადიო მასტერ JX12 Gemini Crossband-ი. ეს რა არის აგეხსნით ძალიან მალე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არის რევოლუციური? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ 2.4 GHz-ზე მომუშავე ILRS მოდულით, როგორც სხვა პულტები იყო აქამდე, და არც მხოლოდ 900 MHz-ზე მომუშავე, რომელიც არის შორმანძილებზე ფრენისთვის. ეს არის Gemini Crossband-ი. ის ასხივებს ორ განსხვავებულ სიხშირეს ერთდროულად და ეს გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს, იქნება ეს შორს ფრენა, იქნება ეს ახლოს ფრენა, იქნება ეს რბოლა თუ ასე შემდეგ. მოდით ვნახოთ რატომ არის ეს ეგრეთ წოდებული endgame აპარატურა სერიოზული პილოტებისთვის. ანუ აქ უკვე საქმე აღარ გვაქვს რაღაც ბიუჯეტზე და ასე შემდეგ, აქ ბიუჯეტზე უკვე აღარ ვფიქრობთ, აქ ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალური შედეგი იმისგან, რაც გვექნება ხელში. მოდი ამოვიღებ. რა ყვება ჩვენს პულტს. ეს არის სხვადასხვა სამაგრები თავისი დასაჭერით იმისათვის რომ გიმბალების წინააღმდეგობა შევცვალოთ, უფრო ჩატე იყოს, უფრო ძლიერი იყოს, მე ძალიან ჩატეთ მაქვს. ასევე შიგნით არის პატარა ზამბარები, რომლებსაც თუ რაღაცა ერთ საკში მხოლოდ ზამბარას მოვიდა, მეორეს ამაგრებ. გვაქვს შესასვლელი სვიჩები, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ზემოთ მყოფი სვიჩები, ერთი თუ ვთვალსტები, ნახოთ. ეს არის სამპოზიციანი, ანუ ესე იგი რომელიმე თუ გაფუშტა რომ ჩავანაცვლოთ და ეს არის არ პოზიციონირდება, ანუ არ ჩერდება ერთ ადგილას, უკან ბრუნდება. ასევე ჩვენ მოყვება ზედა ნაწილის ჩასანაცვლებელი, მაგალითად აი ამას მოვხსნით და ჩავანაცვლებთ. შეგვიძლია მოვხსნათ აი ეს გორგოლაჭები თუ არ გვჭირდება და დარჩება მხოლოდ სვიჩები და ღილაკები. კარგით, ეს ერთი და მეორეც ასევე მეორე მხარისთვის. თავარი ინოვაცია, რომელიც ამ აპარატურამ შემოგვთავაზა, ასე ვთქვათ, FPV სამყაროში, ეს არის dual band სისტემა. JX12-ს აქვს ორი დამოუკიდებელი გადამცემი ჩიპი. მას შეუძლია იმუშაოს როგორც 2.4 GHz-ზე, ასევე 915 MHz-ზე, ან 868-ზე გააჩნია რომ რეგიონში ხარ და ბეტონში და ხეებში ეს უფრო კარგად გადის. 2.4 GHz-ი ახლოს ფრენაში საუკეთესო პასუხს გაძლევს, ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად გიბრუნებს და შესაბამისად არანაირი დაყოვნება არ გვაქვს. და ეს ყველაფერი რეალურად ხო ამ შემთხვევაში კეთდება პარალელურად და ერთდროულად, რაც ძალიან სერიოზული წინსვლა იყო თავის დროზე. ნუ, ეხლაც რეალურად. რა გვაქვს კიდევ საინტერესო პირდაპირ სანამ რაღაც სიგრმისეულ განხილვაზე გადავალთ, მის შიგთავსზე და ასე შემდეგ, გარეგნულად გვაქვს სტიკები, რომლებიც ასევე იკეცება, ძალიან კარგი მოგონება არის ჩემი აზრით. გახსენი და შეიძლება ასევე დახურო. შეიძლება დახსნის დატო არ არის პრობლემა. სტიკები ასევე საკმაოდ ხარისხიანი არის სტოკშივე, ანუ არ გჭირდება რაღაც უფრო დამატებითი ვერსიის, მაგალითად Crash-ის ან Max-ის ვერსიის ყიდვა. ძალიან კარგი სტიკები არის, როგორც ასე საფრენად, ასევე 2 ხედით, 4 თითით საფრენადაც. გარეგნულად გვაქვს უამრავი ღილაკი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია და დაყენება განსხვავებული არის სხვათა შორის ვიდრე სხვა. გვაქვს სტანდარტული 6 ღილაკი, რომლებიც შეგვიძლია customize გავუკეთოთ და ძალიან საინტერესო რაღაცები დავაყენოთ Z. ტრიმერები, ნუ სტანდარტულად რაც აუცილებლად უნდა იყოს სერიოზულ აპარატურაზე. ასევე გვაქვს სატრიალო, რა ვიცი რა ქვია ამას. ანუ 2 აქ და 2 კიდევ ზემოთ, ანუ 4 ცალი, ანუ პროფესიონალურ დონეზე ნებისმიერი მფრინავისთვის ეს იქნება საუკეთესო არჩევანი, ალბათ რაც კი არის ბაზარზე ამ შემთხვევაში. გვაქვს ტუმბლერები 1, 2, 3, 4. აქედან ერთი როგორც გითხარით, მე თვითონ დავაყენე უკვე 2 პოზიციანი არის და დანარჩენი ყველა 3 პოზიციანი არის, რაც ძალიან კარგი არის. გვაქვს ასევე ღილაკები, რომლებიც არ ფიქსირდება, ძალიან კარგი ღილაკები არის, აქვს თავისი გამოყენება, მაგალითად უსაფრთხოებისთვის, რომ მისით უცებ არ ჩაერთოს მაგისთვის აქ მაქვს დაყენებული ორმაგი პრეარმი ეგრეთ წოდებული. გვაქვს ასევე 2 ფიქსირებადი ღილაკი, რომელიც ასევე ძალიან კარგი არის და მე ვიყენებ ორივეს. მაგალითად Crash Flip-ისთვის მაქვს დაყენებული თორსტები აი აქ. აი Crash Flip-ი არის დროინი რომ გადაგიბრუნდებათ, რომ გაასწოროთ, ვერ მიდიხართ იქამდე, სადაც ის არის ეხლა ჩამოვარდნილი და ასე შემდეგ, ან ხეზე შემორჩა და ასე შემდეგ. სტანდარტული სისტემის და მოდელ ღილაკები, გორგოლაჭი, რა თქმა უნდა, თავისი ღილაკით და
საორიენტაციო ეკრანზე ასევე ღილაკები. მოკლედ, ამ ხეცმა მართლა რომ იმუშაოს, მას აქვს dual 1 ვატიანი გამავალი სიმძლავრე. საერთო ჯამში ეს კი ადის 2 ვატამდე. ეს ძალიან ბევრია, დამიჯერეთ, ძალიან მაგარი მოცემულობა არის. ამ ხილას სიმძლავრეს სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაგრილებაც და ჩვენ გვაქვს ტურბორეაქტიული გაგრილების სისტემა, ხედავთ, აი ეს ძალიანად არის იმისათვის, რომ გაგრილება მოხდეს. უფრო ახლოდანაც რომ დააკვირდეთ, ვარ გამოგჭეთ რამე და ახლა ყველაზე ლამაზი რაც არის, ეს არის ჩვენი ანტენები. როგორც გითხარით, 2 ანტენა, ეს არის 2.4 GHz და 915 ან 868 MHz, ესე იგი ერთი არის შორს ფრენებისთვის, მეორე არის ახლოს ფრენებისთვის, რბოლებისთვის და ფრისტაილისთვის. ორივე ერთად გამოიყენება თუ გაქვთ შესაბამისი მიმღები დრონზე და შესაბამისად ყველაფერი იდეალურად შეგიძლია დაწარმოოთ და აკეთოთ. ასევე Radio Master-მა უკვე აქვს, რადგანაც უკვე ბიუჯეტი საკმაოდ დიდია, SD ბარათების პრობლემა, რომელიც იყო ხშირად, რადგან SD ბარათები, რომლებიც მოყვება აპარატურებს ხშირად არის დაბალი ხარისხის, აი მაგალითად ეს არის Radio Master Boxer-ი, თავისი SD ბარათით, რომელიც ეს SD ბარათი ძალიან ზედმეტად დაბალი ხარისხის. იყო ეს პრობლემა, მაგრამ აიღეს და JX12-ში ჩააშინეს 512 მეგაბაიტი მეხსიერება, რომელიც მას აბსოლუტურად ყველაფერთვის ყოფნის. როგორც ხმოვანი შეტყობინებების შესანახად და რა ყველაფერთვის არის, ალბათ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ თქვენი ხმა ჩაწეროთ და თქვენი ხმით ელაპარაკოთ, მაგალითად ჩართვის დროს ან გათიშვის დროს. ეკრანიც ძალიან მომწონს. ეკრანზე ხედავთ, ესეც უნდა ხედავდეთ, კი, ეხლა დაინახავთ. შავ-თეთრი ეკრანი არის, მაგრამ ბევრად უფრო მომწონს ეს ეკრანი, ვიდრე წინა ეკრანები იყო, როგორც თავად Boxer-ზე. ისე გაჩვენებთ. Boxer-ზე არის ცოტა სხვა ფორმატის, მაგრამ ასეც იდეა შავ-თეთრი ეკრანი და ბოლოს, ვისთვის არის ეს პულტი. თუ თქვენ დაფრინავთ შორს, ან დაფრინავთ ძალიან რთულ გარემოში, ეს იქნება შენობები, მთები, ამის სხვადასხვა სივრცე, სადაც შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს და ამას აკეთებთ პროფესიონალურ დონეზე, ან გსურთ გააკეთოთ პროფესიონალურ დონეზე და იყიდოთ ერთხელ აპარატურა და აღარ იფიქროთ რამოდენიმე 5 წლამდე თუნდაც, იმიტომ რომ არ ძვლდება ფაქტობრივად ესეთი აპარატურები. Radio Master JX12 არის საუკეთესო არჩევანი თქვენთვის. ის არის მძლავრი, ის არის მრავალმოდალური, ანუ ჩვენ გვაქვს 2.4 MHz და 915 MHz და ამასთან ერთად რა თქმა უნდა, დამატებითი მოდულარული სისტემის შესაძლებლობაც. ანუ 3 სხვადასხვა შესაძლებლობა გვაქვს. 2, რა თქმა უნდა, ILRS პროტოკოლი ერთ და იგივეა, თუმცა ბენდი სხვა არის და ასევე შეგვიძლია მაგალითად TBS Crossfire-იც დავამატოთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც და გვექნება უკვე 3 სხვადასხვა რეჟიმი. ბატარეები ჩვეულებრივად სტანდარტულად 18650 ფორმატის, არაფერი განსაკუთრებული, შეგიძლიათ აიჩიოთ დიდი, შეგიძლიათ აიჩიოთ პატარა, მოცულობის ეგ თქვენი არჩევანი არის, არანაირი შეზღუდვა არ გაქვს. სტიკები ძალიან კარგი, ძალიან მიმყოლი, რა ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება რაც მრჩება ყველა ფორმატში, როგორც ასე დაჭერილზე, ასევე 4 დაჭერილის შემთხვევაში და ყველაფერი ხელმისაწვდომი არის. ჩემ შემთხვევაში მე უკვე ძალიან კარგად შევეჩვიე მას და ყველა switch-თან მაქვს სრული წვდომა, რაც კი შეიძლება დამჭირდეს. თუ რაღაც არის, რაც სასწრაფოდ უნდა მქონდეს ყოველთვის ხელში, მაქვს დაყენებული ზედა ნაწილზე, ხოლო თუ არ არის ეგეთი სასწრაფოობა, მაშინ ამორზე მაქვს დაყენებული, მაგალითად ამაზე black box-ი, ანუ შიდა მონაცემების ჩაწერა და აქ crash flip-ი, როგორც გითხარით, გადმოტრიალების ფუნქცია. სულ ეს იყო დღეს. მადლობა რომ გიყურეთ. თუ გაქვთ კითხვები, აუცილებლად კომენტარებში დაგვისვით, ან მოგწერეთ პირადში, დაგეხმარებით. თუ გაქვთ სურვილი რომ შემოხვიდეთ FPV ჰობიში, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში მინდა, ან დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში, ჩვენ დაგეხმარებით FPV ჰობიში შემოსვლაში და დაგეხმარებით ყველაფრის სწავლაში, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ამ გზაზე. კარგად და შემდეგ შეხვედრამდე.